მოგესალმებით ქრისტეს მიერი სიყვარულით, ნათესაებო მოყვასო, მშვიდობა გქონდეთ სამშობლოში, ოჯახში, სულში. ყველაფერი იქნება კარგად, ოღონდ ჩვენ გავმრავლდეთ, ოღონდ ჩვენი შვილები გამრავლდნენ, ბევრი შვილები იყოლიონ, ოღონდ ჩვენი შვილები, შვილიშვილები განათლდნენ, კარგად ისწავლონ, ეზიარონ ყველაფერ ქართულს, ქართულ ფასეულობებს ჩასწვდნენ, არაფერია დაკარგული, არც აი სულ ახლახან დაკარგული ცხინვალი და სოხუმია. შესაბამისად და დაკარგული და არც ძველ დროში, უფრო და უფრო ძველ დროში ისტორიული ძირძველი ქართული მიწებია დაკარგული, რომელთაც ჩვენი ხალხი გულის სიღრმეში, გულის ფიცარზე და მოგონებაში ატარებს. ყველაფერი იქნება კარგად, მე დარწმუნებული ვარ. დიდი აღმავლობა ელის ქართველებს გამლავრებისა და განათლებისა და აი ამ ფასეულობების ეროვნული ძირძველი 23, 30, 35, 40 საუკუნის წინანდელი ქართულის ძიებაში და პოვნაში თუ იქნებიან ჩართულები და ქრისტიანულ კულტურაში და ქრისტიანულ სარწმუნოებაში და ქრისტიანულ მოწესეობაში თუ იცხოვრებენ. მე ღრმად მწამსრობ, ძალიან დიდი პოტენციალი აქვს ჩვენ ერს, მეტადრე აი ამ ეპოქაში. როდესაც ხელმისაწვდომია ყველაფერი, არაფერია დამალული, უკვე შეიძლება ითქვას ამოდის და ამოდის წყაროები, ამოდის და ამოდის ცნობები. ერთი მხრივ დიდი ბედნიერებაა, რომ გახსნილია მსოფლიოს, თითქმის შეიძლება ითქვას ამ ეტაპზე გახსნილია ბიბლიოთეკები, არქივები და ასე შემდეგ და ხელი მეგიწვდება და რა თქმა უნდა ზოგი რაღაცა ჯერჯერობით ჩარაზულია, სადაც უამრავი საიდუმლოა. მე და გეგა ხვედელიძე, ჩემი მეგობარი და ჩემი თანამებრძოლი და ჩემი თანაავტორი გეახელით დღეს, ისევ თქვენთან ვართ, მუდამ თქვენთან ვიქნებით, არასოდეს არ მიგატოვებთ, თქვენ განკარგულებაში ვართ, ოღონდ დაგვიძახეთ, დაგვსაქმეთ, აი ჩვენს ყველა შრომას, პუბლიკაციას მოგაწვდით სიხარულით, ეს ახლა ტელევიზიით შეიძლება კვირაში ერთხელ 1 საათი ვისაუბროთ და თუ მიგვიწევთ, მე სიხარულით გეახლებით აკადემიურ გარემოში, ქრისტიანულ გარემოში, ქართულ გარემოში და თუ გნებავ დილიდან საღამომდე ვისაუბროთ და საღამოს ვინადიმოთ კიდევაც. გეგა საოცარი ადამიანია, ტკბილ მოუბარი და კეთილშობილი ადამიანი, კარგი ქართველი. ღმერთმა გაგახაროს, ჩემო გეგა, დიდი მადლობა ყველაფრისათვის პირველ რიგში, ესეთი კაი ქართველობისათვის და მე უკვე ჩემთან მეგობრობისათვის. ჩვენ ვუბრუნდებით არსებით თემას, ახლა კიდე 3-4 სიახლე მოგიტანეთ, აი გეგამ ზღვა მასალიდან შეიძლება ითქვას 2 სათლი სიახლე მოგიტანათ, გადაკექა ზღვა მასალა და მოიტანა 2 შეიძლება ითქვას ხურჯინი, მხოლოდ აი ამ ხელაკვლევიდან, რასაც უახლოეს 1 საათის განმავლობაში მოგახსენებთ. მე პირველ კითხვას გეგას ესეც დავუსვავ, რა თქმა უნდა. ჩვენ ამაზე ბევრი გვაქვს საუბრო და გეგამ მინდა მოგახსენოთ ამ თემაზე. რა იყო ის ძალა, ვინ იყო ის ძალა, რა იყო ის მიზანი, რომ ჩვენთვის მოეგლიჯათ ეს ძველი წარსული, ჩვენი ერის ნამდვილი სახელი მოეგლიჯათ, ჩემო გეგა, ჩვენი შეიძლება ითქვას, რომ ისტორია ესე გაენახევრებინათ და ისე დიდ ფასეულობაზე, როგორიც არის კარდუ, ისეთი დიდ ფასეულობაზე, რომელიც არის ქარ და ასე შემდეგ, არ გვესაუბრა შეიძლება ითქვას საუკუნე. მოგესალმებით, მშვიდობას გესურვებთ, წყალობას უფლისგან. ჩვენი კათოლიკოს პატრიარქის უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის 2012 წლის საშობაო ეპისტოლე სწორედ ეხებოდა ამ აღნიშნულ თემას, ქალდია კარდუს თემას, ეხებოდა იმას, რომ საქართველოში საბჭოთა ისტორიოგრაფიის გავლენით და დიდი ძალისხმევით და სხვა დანარჩენი ძალების მიერ და მხრიდან მიმდინარეობდა ერიდან აი ამ მთავარი საფუძვლების წაშლა და დავიწყება რა. ქართველ ერს ცდილობდა
იმპერიული ძალები, იმპერიული მანქანა იყო ჩართული, რომ ქართველ ერს დაივიწყებინა თავის წარსულს, როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს, რომ ერის გათახსირება იწყება მაშინ, როდესაც ის იწყებს თავის ისტორიას და ქართველი ერი, როდესაც ორიენტირებული არის მომავალზე, მან იცის, რომ აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავალისა და თუ წარსულისგან შობილ აწმყოს ვერაცნობიერებ, რომ წარსულისგან არის შობილი და შენ რაღაცა აი 2003 წლიდან რომ უნდა თუ ვიღაცებს საქართველოს ისტორიის დაწყება და რაღაცა ახალი მოდერნისტული ერის ჩამოყალიბება საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც სრულად თავის ფესვებიდან იყო მოგლეჯილი და ამოძირკული, ხო? აი სწორედ ამას აკეთებდა და ამას აკეთებს ყველა ის მტრული ძალა, რომ ქართველ მერმა ვერ გააცნობიეროს თავისი რეალური არსი, ფუნქცია და დანიშნულება ამ სამყაროში, ანუ რისთვის განაგებს უფლის საიდუმლო განგებულებით, რისთვის არის რომ ამდენი იმპერია, ამდენი ცივილიზაცია, ამდენი კულტურა, ამდენი ერი და ქვეყანა მოისპო დედამიწაზე, მაგრამ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ერი და ქვეყანა დღემდე არსებობს. დღემდე უძლებს და დღემდე ცოცხალია. დღემდე განაგრძობს არსებობას მრავალი განსაცდელის, მრავალი ჭირის, მრავალი უბედურების მიუხედავად, ქართველი ერი დღეს დგას, ქართველი ერი დღეს ცოცხალია და მიემართება მომავლისაკენ, რომელიც ჩვენ ერში საუკუნეთა წიაღიდან მომდინარე იმ სასოებით სულგბობს, ივერია გაბრწყინდება. და ივერია დაამოწმებს ქრისტეს, ხო? აი ამითი ცოცხლობდა ქართველი ერის, ეს ხო, ესე ვთქვათ, იდეოლოგიური ხერხემალიც, ხო? ყოველთვის რომ როგორც იოანე ზოსიმე ეს ხებაი და დიდებაი ქართულის ენის აი გვასწავლიდა, ჩვენი ღირსი და ღმერთშემოსილი მამები გვიქადაგებდნენ, ჩვენი კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე არაერთგზის ამაზე უკადაგია, რისთვის ინახავს უფალი ქართველ ერს, იმისთვის რომ მან დაამოწმოს მესია. მან თქვას, როდესაც სამყაროში ყველგან ღვთის დამოწმებაზე უკვე ფიქრიც აღარ იქნება და სრული აპოსტასიის დრო იქნება, ანუ სრული ღვთისაგან განდგომილების დრო იქნება დედამიწაზე, როდესაც წყუდიადი მოიცავს კაცობრიობას და გაბატონდება ანტიქრისტე, აი სწორედ მაშინ ძლევამოსილი აღმდგარი და გაბრწყინებული ივერია დაამოწმებს მაცხოვარს. იტყვის რომ ეს არის ქრისტე, რომელსაც ჩვენ ვსასვევთ, რომელსაც ჩვენ გვწამდა, რომელსაც ჩვენ ჯვარს ვეცვით და ის რომელიც ითქვენი წამეთ და იმჟამინდელმა კაცობრიობა მიიღო და მიიღებს, ის არის ცრუმესია ანტიქრისტე ჯოჯოხეთის ესე იგი წინა პირობა ყოველი იმისთვის, ვინც მას ესე იგი შეუდგება, ხო? ჩვენ შედგომილი ვართ ქრისტეს და განდგომილი ვართ ეშმაკს ნათლობის დადებული აღთქმით და აი ამ ჭეშმარიტების ერთგულება, ამ ჭეშმარიტების დამოწმება, ამ ჭეშმარიტებაში მყოფობა და ცხოვრება მართალ სარწმუნოებაში, ქრისტეს სარწმუნოებაში, რომელიც ერთადერთი გზა არის ღვთის სამეფოს სასუფეველის დამკვიდრებისა, არის მისია და დანიშნულება და ფუნქცია ქართველი ერისა და ის რომ ჩვენ გვავიწყებენ ჩვენ წარსულს, ჩვენს ფესვებს, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ფუნქციასა და დანიშნულებას, აი სწორედ მიმართულია ეკითხება, რომ ქართველი ერი ამ ფესვებს, ამ ფუნქციას, ამ დანიშნულებას გამოგლიჯონ და დეზორიენტირებული გახადონ, აქციონ დეზორიენტირებულ მასად, რაღაცა სტატისტიკურ ჯგუფად და არა ერთიან ჩამოყალიბებულ ცივილიზაციად და ერად როგორადაც ის არის წარმოდგენილი ისტორიულ სიღრმეებიდან. ნახევარი წუთი უნდა ჩაგერთო. შენ ახლა საოცარი რამე თქვი, უმნიშვნელოვანესი რომ ჩვენ უნდა დავამოწმოთ მესია და უნდა ამ ენაზე შესაბამისად შევხვდეთ და ამ ხალხით. უკვე ჩავამატებ აი ამას შენის ნებართვით, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ქართული ენით დავამოწმოთ ასევე სამყაროს მთავარი საიდუმლო. ჩვენ შეგვიძლია ასევე უკვე როგორც ჩანს და საჩუქარი ღვთისა ქართული გენეტიკით და გენეტიკური კოდით დავამოწმოთ. ეს საოცრება და უდიდესი სიძველე და ფასეულობა და ჩვენ შეგვიძლია დავამოწმოთ იმ არტეფაქტებით, რომელიც ამოვა და მე მოვუწოდებ ყველას, რომ გაასმაგონ არქეოლოგიური ძიებანი საქართველოში. მომიტევე, კარგად საუბრობდი, ეს უნდა მეთქვა, განაგრძე. აქედან გამომდინარე, ყოველივე აქედან გამომდინარე, რაც ჩვენი ისტორიული ფუნქცია და მისია რომ შევიმეცნოთ და გავაცნობიეროთ, აი ამ ფესვებში წვდომა და ამაზე ქონდა კათოლიკოს პატრიარქს მერომ წეღალვასწენი 2012 წლის საშობო ეპისტოლეში საუბარი, რომ ქართველმა ერმა უნდა შეიცნოს. უნდა მაპატიო, ერთსაც დავამატებ რა, დიდი ბოდიში, თქვენთან ბოდიში, თორე გეგა ჩემი მეგობარია. 2012 წლამდე როგორც მე უფემ ზუსტად ამ თემაზე ამიხსნა და მომიყვა. 2-3 დადგენილება არის სინოდისა და გადაწყვეტილება არის საპატრიარქოს განკარგულება, რომ საქართველოს
ისტორია გაყალბდა, საქართველოს ისტორია გაყალბდა. აი მე გეგასაც მივაწვდი და აი რესურსში დავწერ ინტერნეტ რესურსში ამ თარიღებს და დადგენილების ნომრებს. რასაც პატრიარქი მარტო ებრძოდა შეიძლება ითქვას სრულიად მარტო. პატრიარქის ძალისხმევი დაფუძნდა რეალური ისტორიის დამდგენი კომისია მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. ქართველოლოგიის კომისია. ხო, ეს ხო შემთხვევი არ არის. მეუფეშიო იყო ქართველოლოგიის არის და ცხონებული რისმარ გორდეზიანი კიდე. ეს ყველაფერი ეკლესიის მოღვაწეობით ხდებოდა. ოდითგანვე ასე იყო. ეხლა ჩვენი ეკლესიის მამები, გადამწერები, ექვთიმე ათონელი, გიორგი მთაწმინდელი, ექვთიმე ათონელს აქვს უღრმავესი გამოკვლევები. მე წინა გადაცემებში ნახსენები მაქვს, შეგიძლიათ მოისმინოთ. აი ქართველი ეთნოგენეზისის შესახებ, ქართველი ერის ჩამოყალიბების შესახებ უღრმავესი ისტორიული ცნობები აქვს მოწოდებული ექვთიმე ათონელს. ერთ-ერთ უდიდეს მამას მსოფლიო მართლმადიდებლობის ეკლესიაში, ივერონის მონასტრის დამფუძნებელს ათონის წმინდა მთაზე და ასე შემდეგ. ანუ ეკლესია მოღვაწეობდა, ეკლესია აკეთებდა და დღემდე ეკლესია აკეთებს, მაგრამ აქ ერის ნებაც აუცილებელია. აუცილებელია ხელისუფლების ნება, აუცილებელია იმ ადამიანების ნება და იმ ადამიანების ქმედითი ჩართულობა, ვისაც აქვს ინტელექტუალური პოტენციალი, სულიერი პოტენციალი, ფიზიკური პოტენციალი, ფინანსური პოტენციალი. ჩვენ გაბნეული ვართ, აი როგორც ჭაობი არის გაბნეული დიდ ველზე და არა აქვს მიმართულება წყალს, აი ესეა გაბნეული. საქართველოში ეს ჩვენი ენერგია, ჩვენი ცოდნა, ჩვენი ესე იგი ყველანაირი რესურსები, რომელთაც შეგვიძლია რაღაცა შევცვალოთ, რაღაც გავაკეთოთ. საჭიროა ეს ყალაპოტის მიცემა, რომ ეს წყალი დაიძრას და ერთი მიმართულებით წარიმართოს, რაც არის საქართველოს და ქართველი ერის აღმშენებლობა, საქართველოს შემეცნება, გააზრება და იმ ყოველივეს აღსრულება, რაზეც მე წეგან ვისაუბრე, რისთვისაც მოწოდებულია, ხო, ქართველი ერი და ეს ყველაფერი ეს ისტორიული კვლევაზიებაც კომპონენტი და ნაწილი არის აი ამ საერთო ბრძოლისა და ამ მოქმედებებისა და ეს ძალიან კარგად იცის მტერმა უხილავმა პირველ რიგში და უხილავის მსახურმა ხილულმაც ამ დედამიწაზე და სწორედ ამიტომ ებრძოდა და ებრძვის და ამიტომ აყალბებს სიცრუის მამა ვინ არის სიცრუის მამა ეშმაკია ესე იგი ვინც აყალბებს ის ეშმაკს ემსახურება ხო იმიტომ რომ სიცრუეს სიმართლეს სიცრუეთ სახელდებს სიცრუეს სიმართლეთ და ამ ცნებებს აღურევს ერთმანეთში ეს ხო შემთხვევითი არ არის ამ ყველაფერს ხომ აქვს თავის სულიერი ახსნა და მჩობა ის სწორედ აქედან გამომდინარე ასე უნდა გავსაზრდოთ ასე უნდა შევიმეცნოთ ეს პროცესები ასე სულიერი პრიზმაში ადამიანს უნდა ქონდეს სულიერი გონება ხო სასუფევლისეული გონება უნდა ქონდეს სულიერ პრიზმაში სასუფევლისეულ პრიზმაში უნდა ჭვრიტავდეს და განიხილავდეს მოვლენებს და ანალიტიკას აქედან გამომდინარე უნდა აღასრულებდეს როდესაც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი სულის ცხონებაზე სასუფეველზე ორიენტირებული და აი ასე როდესაც იაზრონებს ქართველი ერი და საქართველო მაშინ ყველაფერს ნათელი მოეფინება და გაიაზრებს საზოგადოება და ხალხი რისთვის იყო ეს ყოველივე რისთვის გვემტერებოდა საუკუნეების განმავლობაში მტერი ფიზიკურადაც გვანადგურებდა იდეოლოგიურადაც გვწამლავდა გვიყალბებდა სიცრუეს გვაიძულებდა რომ გვერწმუნებინა ეხლა ვიღაცებმა დაგვაჯერებს რომ მაიმუნის შთამომავლობა ვართ ზოგიერთი ოკულტისტები და ის ბნელი სატანური ძალები გვეუბნებიან რომ უცხო პლანეტელები ხართ და ის მოხვედითო და აქო ადამიანებიო ხო ახალი თეორიები ჩამოყალიბდა ესეთი ზოგიერთი ამბობს რომ მიწისქვეშ შეთიდან ამოხვედითო ზოგი კიდე მრავალ სიყალბეს ამბობს ეხლა თავს არ შეგაწყდა რისთვის კეთდება ეს რატომ ცდილობს ეშმაკი და მისი მსახურები რომ სიცრუეს სიმართლე უწოდეს და სიმართლეს სიცრუე და ეს აღრევა მოხდეს. სწორედ იმიტომ რომ აი მთავარ მიზანს, მთავარ ნიშნულს, მთავარ ფასეულობებს და მთავარ ორიენტირებს მოწყვიტოს ადამიანი და დამოწმების საშუალება აღარ გააჩნდეს ქრისტიან ერს და ქვეყანას საქართველოს იმ ჭეშმარიტებისა, რაც უპყრია საუკუნეების განმავლობაში და ამასთან ბრძოლა თითოეული ჩვენგანის წმინდათა წმინდა მოვალეობაა და ეს არის ჩვენი დიდი პასუხისმგებლობა. და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ამისთვის უნდა ვიღვაწოთ. და მათ შორის აი ეს რეალური ისტორიის დამდგენი კომისია, რაც წეგან ვახსენეთ, რაც შექმნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, რასაც სათავეში უდგას მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, ხო? ეს ზუსტად ამიტომ კეთდება და ამისთვის არის. ამაზეა ორიენტირებული და ამას დიდი თანადგომა და დიდი ხელშეწყობა ჭირდება საზოგადოების და ერის მხრიდან ცხადია. ხა მარტო პატრიარქი და მარტო მეუფე ანანია და მისი გულშემოკრებილი რაღაცა რამოდენიმე ათეული პიროვნება ძალიან დიდ საქმეებს ესე რაც მასშტაბურია ვერ გააკეთებს დამოუკიდებლად ნუ ღვთის შეწევრით აბსოლუტურად ყველაფერი შესაძლებელია მაგრამ ღმერთიც ელოდება სინერგიას ღმერთიც ელოდება ნების გამოვლინებას ადამიანებისგან და ხა თუ ქართველი ხალხისგან ნება სხვა მიმართულებებით იქნება როგორც ხშირად არის ხოლმე ეს მერე უკვე სასჯელის საქმეა და ხშირად ასეთ რაღაცაებს სასჯელების დევს ხოლმე რისგანაც ღმერთმა დაგვიფაროს და მოგმარლოს და მეც აღარ ქრისტესმიერი გონება აი რო ახსენა შემოგევლოს ჩემი თავი ხაზგასმისათვის რო ახსენა გეგამ
საქართველოს რეალური ისტორიის დამდგენი მუდმივი მომქმედი კომისია, ამ კომისიის თავმჯდომარე რო ახსენა მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე, გთხოვთ იხილოთ მისი ერთ-ერთი უმთავრესი შრომა, რაც აი ამ ჩვენ თემას ეხება, ქართველთა ბიბლიური წინაპრები ადამიდან იესომდე, ესეც ერთ-ერთი დიდი გარღვევა და ახალი სიტყვა იყო, აი ეხლა შეიძლება ითქვას 21 საუკუნეში, რო ამ თემაზე ისევ დაიწყო ქართველმა ერმა საუბარი და დიდი მადლობა ისევ პატრიარქს და დიდი მადლობა მეუფე ანანიას აი ამ ღვაწლისათვის. კარდუზე და საწყის სამყაროზე გვესაუბრე, გეგა შენი ახალი ცნობები, ახალი აღმოჩენები, აი ეს ფასეულობა და შეიძლება ითქვას, რომ აი დაპატარავებული ისტორიის ნაწილზე მოგვიყევი, შემომეგობრებო. ჩვენ ხა წინა გადაცემაში რა ფასეულობაა კარდუ, რა ფასეულობაა, რა არსია, რა წარსულია, რა ფესვებია, რა გენია, რომელზედაც შეიძლება ითქვას აკრძალული იყო. აკრძალული იყო საუბარი და გრიგოლ რობაქიძეს ჰქონდა ეს კარდუს უწოდებდა ქართველთა თაურდმდგენს. გრიგოლ რობაქიძეს უკვე პიროვნება პერსონიფიცირებულად ჰქონდა ეს კარდუ პიროვნებად მიაჩნდა და უწოდებდა ქართველი თაურდმდგენს აი ამ ფენომენს რა. და რა არის კარდუ და საიდან მომდინარეობს ზოგადად აი ეს ყოველივე ჩვენი ერის მთავარი ფესვები და ფუნდამენტები. ხა მე და ნუგზარს გვქონდა წინა გადაცემებში საუბარი ფუძე ერზე ვსაუბრობდით და ფუძე ქვეყანაზე, რომელიც იყო კარდუ და ჩვენ ვთქვით რომ კარდუ სინონიმია ქალდეისა და კარდუ ქალდია ეს ერთი არსის მატარებელი სიტყვებია, სხვადასხვა ტონალობაში გამოთქმული, სხვადასხვა ჟღერადობით და ლინგვისტური მოცემულობებით, მაგრამ ის არსობრივად ერთია. კარდუ ქალდია, იგივე ქართუ, იგივე ქართლი და იგივე მომავალში საქართველო. ეს არსობრივად ერთი სიტყვებია და ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ იოსებ ფლავიუსის სიტყვით არა, რომ მოდის ნოეს კიდობანი და ჩერდება ქვეყანაში სახელად გორდი. გორდი გახლავთ კარდუ, ამაზეც ჩვენ მქონდა განმარტება და ესე იგი კარდუ იგივე ქალდია მოგახსენეთ. და შესაბამისად იქ მყოფი ფუძეერი, რომელიც ცხოვრობს ნოედან ბაბილონის გოდოლის დარღვევამდე, ანუ ერთ პირი და ერთ ენაზე მეტყველი კაცობრიობა, როგორც წმინდა წერილში წერია დაბადებაში. აი ეს არის ერთიანი საზოგადოება, ერთიანი ხალხი, ერთი ენის, ერთი ცნობიერების მატარებელი, ერთ რეგიონში მცხოვრები, რომელიც არის ზემოშუა მდინარეთი, არარატის, იგივე ურარტოს, იგივე კარდუს მთის გარშემო და მიდამოებში, ვანის ტბის მიდამოებში მცხოვრები ერი და საზოგადოება, ფუძე ერი, როგორც ჩვენ ვუწოდეთ, სანამ მოხდებოდა ერებად და ენებად დაყოფა და დაშლა კაცობრიობისა, აი სწორედ ის არის წარღვნამდელი ცივილიზაციის საწყისი. დედამიწის ცივილიზაციის აკვანსა და ჭიბს ახლა მრავალი მეცნიერები უკვე მეტნაკლებად თანხმდებიან, რომ კავკასიას უწოდებენ, არა? ეს არის სწორედ ის სამხრეთ კავკასიის რეგიონი, საიდანაც ეს ყოველივე დაიწყო წარღვნის მერე და ამაზე ჩვენ წინა გადაცემები ჩავწერეთ. აი ახლა უკვე ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ წარღვნამდელ ქალდეაზე, წარღვნამდელ კარდუზე, რას აძლევს ამ ყოველივეს რის გაგრძელება ეს ყველაფერი, რაზეც მე ახლა ვილაპარაკე რა. აი მხითარ აირავანეცი არის ესეთი სომეხი ისტორიკოსი, მე-13 საუკუნეებში მოღვაწე სომეხი ისტორიკოსი. ეხლა ზოგიერთს მიაჩნია რა თქმა უნდა და სამართლიანადაც რომ სომხებში სომხურ მეცნიერებაში მე ხა ეთნოსზე და ერზე ღმერთმა დამიფაროს აბსოლუტურ უწყლობით ვიძახი არავითარი პირიქით ხო ყველანაირად მომხრე ვარ მე იმისა რომ კაცთმოყვარეობა ვრცელდება ყველა ერზე და ყველა ადამიანზე, ვინც ადამიანის შთამომავლობაა ამ ქვეყანაზე და არავითარ შემთხვევაში ეს რაღაცა სხვა გაგებით მე ამას არ ვიძახი, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ კარგად რომ ეხა სომხურ ისტორიოგრაფიაში მრავალი სიყალბე და მრავალი ანტიქართული მუშაობდა და მუშაობს დღესაც. ეს ჩვეულებრივი ნაწილი არის მათი პოლიტიკისა, როგორც რუსულმა წითელმა ისტორიოგრაფიამ გააკეთა ეს ანტიქართული მოვლენები, იგივე რასაც აკეთებენ თურქული სპეცსამსახურები, ამ აჭარას რომ ეხლა თვითონ ითვისებენ და ასე შემდეგ. ნუ ეს ზოგადად ეს თანამედროვე და არა მხოლოდ თანამედროვე პოლიტიკის ნაწილებია და ეს ძალიან ცუდი იმპერიალისტური და სხვა დამოკიდებულებებია, მაგრამ აი ეს ადამიანი, ვინც მე მახსენე მხითარ აირავინეცი მე-12-მე-13 საუკუნეში მოღვაწე პიროვნება ამბობს რომ ესე იგი ძველახთმაში წერია რომ სეითს
რომელიც იყო ადამისა და ევას შვილი 64-დან გამოძევების შემდეგ. ყავდათ მათ შეითი, სეითი, სხვადასხვანაირად იწოდება ეს სახელი. ერთი და იგივეა, ესეც როგორც წეღავ თქვიმე, ქარდუა, ასეთ სეითიც სხვადასხვა წყაროებში და სხვადასხვა იმებში სხვადასხვანაირი გამოითქმება, მაგრამ არსობრივად სეითი, ხო, ეს არის პიროვნება. ადამიანსა და ევას ძე. ამ პიროვნებას ბიბლიაში წერია, რომ ყავდა შვილი ენოსი იგივე, რომელიც არის ესე იგი მართალი ღვთისმოსავი, ანუ ღვთისშვილთა წინაპარი არის. ვისგანაც ესე იგი სეითის შვილები, ესენი არიან ღვთისშვილები, ვისაც აკრძალული ჰქონდა კაენის შვილებთან შერევა და ვისთან აღრევამაც გამოიწვია, მერე ბუმბერაზების და იმ გადაგვარებული ადამიანების დაბადება დედამიწაზე, რის გამოც წერია ბიბლიაში, რომ მოხდა წარღვნა. და დაქცევა იმის რა ქვია იმ წარღვნამდელი ცივილიზაციისა და ახლის დაბადება ნოეს ოჯახიდან. მაგრამ იქვე წერია, რომ სეითს ეყოლა ენოსი და ძენი და ასულები. ასია მოხსენიებული დაბადებაში. და ამ ძენს და ასულებს, ძეებს და ასულებს არ აკონკრეტებს ძველი აღთქმა, იმიტომ რომ საერთოდ ძველ აღთქმაში ესე არის, რომ ცენტრალურ ფიგურებზე, ცენტრალურ პიროვნებებზე კეთდება აქცენტი, ხო, ბიბლია იწყება დაბადებით და მთავრდება აპოკალიფსით, ანუ ძველი და ახალი აღთქმა და მთელი კვინტესენცია და არსი წმინდა წერილისა, ეს არის ღვთისამეფო, ღვთისასუფეველი. იწყება ედემის ბაღიდან, მთავრდება ზეთით ჩამომავალი იერუსალიმით, რომელიც არის ესე იგი ღვთისამეფო, რომელიც მოვა დედამიწაზე მეორედ მოსulis შემდეგ და მარადიულად იარსებებს. აი, მთელი არსი და ამოცანა ქრისტიანის ცხოვრებისა და წმინდა წერილის მთელი არსი და ამოცანა არის ღვთისასუფეველი. და ამისთვის ეს არის ჩვენი ყოფიერების არსი და აზრი და ამოცანა და მნიშვნელობა და შესაბამისად, ვინც ამასთან არის კავშირი და ვინც ამ კონტექსტში არის საჭირო ბიბლიურად, სწორედ მათი სახელებია მოხსენიებული წმინდა წერილში, ძველ და ახალ აღთქმაში, აი ესე პიროვნებებზე არის. ეს ხო არ არის ისტორიული ნაწარმოები ბიბლია. ეს არის წმინდა წერილი, რომელსაც აი ეს ფუნქცია აქვს, რაც მოგახსენეთ. მაგრამ აქვე მასთან ერთად არსებობს სხვა წყაროები, სხვა გადმოცემები, ანუ ბიბლიის მიღმა, მაგრამ ის რაც არ ეწინააღმდეგება ბიბლიას, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ, არსებობს მთელი რიგი წერილები და ნაშრომები, რომლებიც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის წმინდა წერილთან, წმინდა მამათა გადმოცემებთან, ეკლესიის სწავლებასთან, ამას მწვალებლობა ეწოდება მართლმადიდებლობაზე და ენაზე და ეს არის მომაკვდინებელი ცოდვა. ადამიანის სულის წარმწყმენდელი ცოდვა. ეს ამისგან ღმერთმა დაგვიფაროს ყოველი, ეს არის საშინელება. მაგრამ ამაზე არ არის აქ საუბარი. არსებობს ასეთი წყაროები, ისტორიკოსები, სწავლულები, მეცნიერები, გადმოცემები, სადაც სხვა რაღაცეები წერია, რაც ბიბლიაში არ არის მოხსენიებული, მაგრამ არ მოდის წინააღმდეგობაში. აი ერთ-ერთი ასეთი გადმოცემა არის ამ ხითარ აირევანეცის, რომ ენოსის გარდა იმ ძენსა და ასულებს შორის, რომელიც მოხსენიებულია, რომ ყავდა სეითს შვილები, იყო ერთ-ერთი ალავი, იგივე ალავროსი, ნუ ეს ბერძნული სახელწოდება, გაბერძნულებული ფორმა ალავისა, ალავროსი. აი ეს ალავროსი ხდება დამფუძნებელი ქალდეისა. ანუ ალავროსი აფუძნებს ქალდეას და ეს ქალდეა არის ის ღვთისშვილთა საცხოვრისი და ალავროსი ამოდროულად არისო, ისო რა ქვია, იმაშიო რა ქვია, ანუ ეს მნათობების შემსწავლელი, დამწერლობის შემომღები, კულტურის მეცნიერი, ხო, აი ზუსტად მეცნიერი. კულტურისა და ცივილიზაციის მომტანი არის და ანუ ეს ქალდი არის კულტურისა და ცივილიზაციის წარღვნამდელი ის კერა და ფუძე, სადაც არის აი ეს ვარსკვლავური მრეწველობა, დამწერლობა, მეცნიერება, სადაც არის კულტურა, ხელოვნება, ანუ სხვადასხვა ფორმები. ეხლა წარღვნამდელი ცივილიზაცია საერთოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ძალიან მაღალი ცივილიზაცია იყო. ეს არ იყო ისეთი, რომ აი ეხლა რომ უნდათ ვიღაცეებს დაგვანახონ ჩვენ, რომ პირველ ყოფილი ადამიანი გამოქვაბულში ცხოვრობდა და იმას რა ქვია, მეხი დაეცა ირემს და მერე გაიგო რა არის ხორცის გემო. ხო, აი ასეთი სისულელეებით ტენიან, ხო, თანამედროვე ისტორიოგრაფიას. ეს ყველაფერი უნდა დავივიწყოთ. ანუ ეგ ჩვენ საუბარი ხა ბიბლიურ ისტორიაზე გვაქვს. ის წარღვნამდელი ცივილიზაცია იყო უმაღლესი კულტურისა და ცივილიზაციის ადამიანები იყვნენ და კაენის ტოში თუბალი წარმოიდგინეთ, რომ წარღვნამდე მე-4, მე-5 საუკუნეში უკვე რკინას ამუშავებს, გეგა. მცოდნეები არიან. და მერე წარღვნის მერე დასჭირდა დაახლოებით რამდენი, თითქმის 20 საუკუნე დასჭირდა იმას წარღვნის მერე,
რომ ისევ მიეგნო კაცობრიობას რკინის დამუშავებაზე და რკინის ტექნოლოგიაზე და მანამდე საოცარი გონება იყო, საოცარი ცოდნა იყო და ის 80 საუკუნი 8000 წლის ქვევრი, რომელიც ჩვენ გვინახავს და გვიხარია და გვეამაყება ჩვენში ნაპოვნი და აი მაშინ რომ გაკულტურდა ესეც წარმომდელი არტეფაქტია მე ყველას მინდა კარგად გამიგე წარმომდელია ცხადია რომ აი ვიხემძღვანელოთ ბიბლიური დათარიღებებით და შესაბამისად აი ეს პიროვნება სომეხი ისტორიკოსი მე-13 საუკუნისა სხვათა შორის ჩაგერთვები დიდი ბოდიში რამდენჯერ შეგაწყვეტინე შენდობას ვითხოვ ეგ ადამიანი ამბობს განსხვავებით სხვა ავტორებისაგან რომ ფარნავაზმა შექმნა ანბანი და რა ანუ წარმოიდგინეთ რომ ადამიანი ცდილობს რომ რაღაცა სიმართლის ობიექტური იყოს ხო ობიექტური თან არაფერი არ ამოძრავებს ამ ხრივ მაგალითისათვის როცა საუბარია ბიბლიურ ისტორიაზე საუბრობს იმ ცნობებით რა ცნობებიც აქვს შენდობას ვითხოვ ამბობს ეს ხითა რაიროვანეცი რომ ესე იგი ეს იყო ღვთისშვილთა მთავარი ეს ალავროსი რომ ის იყო ქალდეის დამფუძნებელი რომ ქალდეა იყო ღვთისშვილთა საცხოვრისი და სივრცე ღვთისშვილებს შერევა ჰქონდათ აკრძალული მოგეხსენებათ კიდე წეღანავთ თქვი მე კაენის მოდგმასთან კაენიტებთან ანუ აკრძალული იყო ამ ორი ადამიანის ანუ ეს იყო წმინდა მოდგმა ანუ ენოშის მოდგმა სეითის ეს შთამომავლობა რომლებიც ესე იგი ინახავდნენ სულიერებას ინახავდნენ სულიერ სიწმინდეს და იყო კაენიტები რომლებიც იყვნენ მიწიერებაზე მატერიაზე ორიენტირებულნი იყვნენ ამოსოფლიურები აზროვნებით ცნობიერებით და მათი აღრევა ბიბლიურად აკრძალული იყო. როდესაც მათი ერთმანეთში აღრევა დაიწყო და დაიბადნენ გოლიათები, ანუ ბუმბერაზები, ხო? და ამაზე წერს სხვადასხვა მამებს აქვს აი მაგალითად იმას წმინდა ნიკოლოზ სერბს აქვს ძალიან საინტერესო წერილი აი ამ ბიბლიურ გოლიათებზე და ვისაც შეგიძლიათ, ვისაც გაინტერესებთ, ეს წაიკითხოთ, ვინ იყვნენ და რას წარმოადგენდნენ გოლიათები. სხვა შორის ნაპოვნიც არის რაღაცა პოულობენ ხოლმე მაგალითად წვივის ზვალია ნაპოვნი როგორც გამიგია რაჭაში, რაღაცა 2 მეტრიანი თუ რაღაც. ესეთი რაღაცები არსებობს ესეთი არტეფაქტები და ესეთი მატერიალურად გამოხატული აღმოჩენები, რომ ვიღაცამ ჩვენ იმაში მეზღაპრეობაში ბრალი არ დაგზდოს. ეხლა ამებზე პერიოდულად იმიტომ ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას, იმიტომ რომ მრავალი ჩასაფრებული, მრავალს ისმენს და თავის მცდარ პოზიციებს გამოხატავს არასწორად. აი ამიტომ. და ესე იგი, ერთ-ერთი ეს ალავი, რომელიც იყო ამ ქალდეის დამფუძნებელი და ეს იყო ძველი აღთქმის, უпростоრად ეს იყო წარღვნამდელი ქალდეა, ხო, რომელიც არის საფუძველი წარღვნის შემდგომი ქალდეისა, კარდუ და ქალდია რომ სინონიმებია მოგახსენე და იოსებ ფლავიუსის სიტყვაც ჩავრთე რომ გორდი ქვეყანა არის გორდი იგივე კარდუ იგივე ქალდია სადაც ნოეს კიდობანი ჩერდება ანუ იქ სადაც დაიწყო ყოველივე ედემის ბაღიდან ადამიანთა გამოდევნის შემდეგ და სადაც დაფუძნდა ეს ღვთისშვილთა საცხოვრისი ქალდია სწორედ იქიდანვე იწყება კვლავ ათვლა ანუ ნოეს ოჯახი არის ის ადამიანი რომელიც სწორედ იმ ქალდეურ ცნობიერებას იმ ედემურ ცნობიერებას იმ პირველ ცნობიერებას ინახავს რომელიც გააჩნდათ პირველ მშობლებს, რომლებიც არ აღირივნენ ამ კაენიტებთან და არ მოხდა მათი ცნობიერების გამიწიერება, გამატერიალურება, გადაგვარება, გადაჯიშება, ხო? აი ეს ოჯახი ინახავს ამ ცნობიერებას და ნუ ნოეს კიდობნის ისტორია ყველამ კარგად იცით, საიდანაც კვლავ იწყება ყველაფერი კარდუს მდიდან, იგივე არარატის მდიდან, ნურარტუს მდიდან. და კვლავ იქიდანვე იმ პირველი ქალდეის ტერიტორიიდან იწყება უკვე შემდგომი მეორე ქალდეა. აქვე არსებობს ავტორი ძველი ბეროსი რომელიც არის ბაბილონელი, ესე იგი, ქალდეველი ავტორი, ეს ბეროს აქვს მრავალი ესეთი ნიუანსური მომენტი, რაც ესე იგი შეიძლება მართლმადიდებლისთვის შეიძლება კი არა მიუღებელია. ხო დაუშვათ ამბობს რაღაცა ზღვიდან ამოვიდა ადამიანის დაარსა და ანუ არის, მაგრამ მე ერთ-ერთ წინა გადაცემაში ვილაპარაკე მირჩა ელიადეს შესახებ, რომელსაც აქვს ესეთი ავტორი არის მირჩა ელიადე, რომელსაც აქვს ესეთი საინტერესო წიგნი, ძალიან მითის ასპექტი. და იქ განიხილავს, რომ ესე იგი აი მითებში დალექილი ინფორმაციები, მითებში დალექილი არტეფაქტები, მითებში დალექილი ძველი ცოდნები მითოლოგიზირებული სახით შემდგომში სხვადასხვა ფორმით რეალიზირდებოდა. ერთ-ერთი ამისი მაგალითი არის პრომეთე ამირანის მითი, რაზეც ზუსტად გამსახურდიასაა კარგი ნაშრომი, რომ აი პრომეთესა და ამირანში იგულისხმება ის ძველი კაცობრიობა, ის სწორედ ის ქალდეული, სწორედ ის პროტოქართული, ეხლა ასე უწოდებენ ხოლმე. ეს ცოტა სხვანაირი ტერმინია, შეიძლება მასზე საუბარი, მაგრამ აი ეს ჩვენი წინაპრების ის კულტურა და ცივილიზაცია სწორედ არისო მიჯაჭვული
ამირანი კავკასიონზეო, ხო? არა კონკრეტული ადამიანი მართლა, რომელიც კლდეზე მიაჯაჭვეს და ყოები ღვიძლს უჭამენ, მაგრამ ეს არის სიმბოლო, მითოლოგიზირებული სიმბოლო იმ რეალური ისტორიული წინა სახისა, არტეფაქტისა, იმ ყოველივესი, რაც რეალობაში ისტორიულად არსებობდა. აი სწორედ ამ ფორმით და ასეთნაირად ბეროსი სწორედ თავისებური მითოლოგიზირებული ენით წერს ძველ ქალდეაზე, რომელიც არსებობდა წარღვნამდე, ბეროსი ამბობს, ეს იყო წარღვნამდელი ცივილიზაცია და ქალდეა იყო, ესე იგი, ბეროსი წერს, რომ ესე იგი წარღვნამდელი კულტურის ცენტრი, როგორც წეგან მე ვილაპარაკე, წარღვნამდელი ის ცივილიზაციის აკვანი, წარღვნამდელი კულტურის ცენტრი, სადაც იყო ეს მნათობთა აღრიცხვა, მარცვლოვნეწყობა, დამწერლობა, ხელოვნება და კულტურა და ცივილიზაცია. ყოველივე ეს ევსები კესარიელიც იმოწმებს, საეკლესიო ავტორი ევსები კესარიელი ბეროსის აი ამ ცნობას და ევსები კესარიელი ამბობს, რომ ბეროსს ყავს მოხსენიებული 10 ქალდეველი მეფე. აი ამ მსგავსად იმისა, როგორც ზუსტად ძველაღთქმაში მოხსენებულია 10 პატრიარქი, 10 მამამთავარი, 10 ის ადამიანი, რომელიც ადამიდან ნოემდე არსებობს. კონკრეტული სახელებით 10 ადამიანია, მსგავსად იმისა, როგორც ბეროსი წერს, უბრალოდ ბეროსი მათ უწოდებს მეფეებს და თუ ძველი აღთქმისეული ეს 10 პატრიარქი ცხოვრობდა ასეულობით წელი, რამოდენიმე ასეული წელი. ნუ ბეროს უწერია, რომ ესენი ცხოვრობდნენ 10,000-ობით წლებიოდ. ეხლა ბიბლიურად 10,000 წელი სულ არ არის ეს სამყარო, 7,764 თუ ესეთი პერიოდია, რაც არსებობს მატერიალური სამყარო, ბიბლიური ათვლით. შესაბამისად, ესე იგი, ბეროსის ეს ცნობები თანხმობაში არის ბიბლიასთან იმ გაგებით, რომ ეს არის მითოლოგიზირებული ცოდნა ბიბლიური ცნობისა და აი ეს მხითარ აირევანეცი, ბეროსი, ეს ევსები კესარიელთა და სხვათა ცნობები ერთობლივად გვაძლევს სურათს, რომ მაგ ზემო შუამდინარეთში, კარდუს არარატის მთის მიდამოებში, ვანის ტბის ირგვლივ, აი ამ არეალში არსებობდა ის პირველი კულტურისა და ცივილიზაციის მთავარი ფუძე და კერა, რომელსაც ეწოდებოდა ქალდეა, რომელიც შემოღებულია პიროვნებისა, რომელსაც ეწოდებოდა ალავროსი და ეს ალავროსი იყო ადამის შვილიშვილის, შეითის შვილი, რომლისგანაც დაიწყო დედამიწაზე ვარსკვლავთა აღრიცხვა, ასტრონომია, დამწერლობა, მთელი კულტურისა და ცივილიზაციის აღორძინება და განვითარება და ეს გრძელდებოდა იქამდე, სანამ არ მოხდა წარღვნა სწორედ იმის გამო, რომ მათი შერევა მოხდა კაინიტებთან და ეს აღრევა, რაზეც წეგან მოგახსენეთ. აი ეს ცნობები და ეს ცივილიზაციური ნიუანსები, რაც მე წეგან ვილაპარაკე, ბიბლიურ ისტორიასთან თუ ჩვენ წინააღმდეგობაში არ გვინდა რომ მოვიდეთ, ჩვენ უნდა შევაფასოთ მთელი ჩვენი წარსული, მთელი ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ძველ ავტორთა ცნობები, ძველ ავტორთა გადმოცემები, თუნდაც მითოლოგია, თუნდაც ის წარმართი სწავლულების ჩანაწერები, მაგრამ ეს ყველაფერი ერთობლიობაში უნდა გატარდეს და უნდა გაშუქდეს მართლმადიდებლურ პრიზმაში. ანუ მართლმადიდებლური ბიბლიური სახარებისეული ცნობიერების პრიზმიდან გამომდინარე უნდა შეფასდეს, უნდა გაიფილტროს, რო იტყვიან და აი სწორედ ასე უნდა მიეწოდოს ჩვენს აუდიტორიას და ქართულ ხალხს. აი ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა და ჩვენი მიზანი და სწორედ ამაზე ბრძოლის, ამის თვის მოღვაწეობის თვის უნდა იყოს მოწოდებული თითოეული ის ისტორიკოსი, ის სახელისუფლებო ელიტაც მათ შორის, რომელსაც დიდი ინტერესი მაინც და მაინც არ გააჩნია, რომ ეს ყოველი რაღაც პოპულისტური იმებზე მე არ მაქვს საუბარი. ანუ ქმედითად რომ ამ ყოველივეში იყოს ჩართულობა და ქმედითად რომ ჩვენ ამ ყოველივეზე შედეგიერი, ნაყოფიერი შრომა და მუშაობა რომ გაგვაჩნდეს, ჩვენ გვმართებს რაღაც ერთობლივი, თანამდგომი, თანამუშაკობით აღსრულებული რაღაც სამუშაოები, რაც შემდეგ კეთილნაყოფს აუცილებლად გამოიღებს რა. მათი მადლობა, ჩემო მეგობარო, გაგახაროს ღმერთმა, მშვენივრად ძალიან ბევრი საკითხი მშვენივრად ჩამოაყალიბე. დრო, მომენტი, გარემოება, კარგად გამიგეთ. მე მინდა რომ მოვიწვიო ვინმე ადამიანი, ვისაც დაუმეგობრდებით მე და გეგა და გეგა რამდენიმე ფრონტზე იბძვის, მუშაობს მოგეხსენებათ, ხან სოფლად არის, ხან ქალაქად არის, მრავალშვილიანი მამა. მეც ასევე რამდენადმე შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი სამსახურები მაგდა. თუ ვინმე ადამიანი დაგვეხმარება და ჩვენ ლექციათა კურსს წიგნად, ბროშურად გადააქცევს,
დავეხმარებით მაქსიმალურად ავუნაზღაურებთ აი ამ შრომას და ასე შემდეგ. კარგად გამიგეთ. ხო. ქალდეის თემაზე, აი ამ თემაზე, ამ კუთხით დანახულ ქალდეაზე და ამაზე რედაქტორს, კორექტორს გამოგვეხმაურეთ და დიდ საქმეს გაგვიწევთ და დაგლოცავთ და მადლობას გადაგიხდით. მე ახლა რაც გეგამისაუბრა, აი ამის გეოგრაფია მინდა განახოთ. ამის გეოგრაფია და მოკლედ აი მაქსიმალურად ლაკონურად შემოსაზღვრავ აი ამ საკითხს რა. მოკლედ, ძალიან მოკლედ. ამ ქვეყნიური 64-დან ყველა აი ამ მოვლენას ახლა თქვენთან ერთად განვიხილავ. პირველ რიგში მივესალმები რამდენიმე ადამიანს, რომელთაც ასევე ძალიან უყვართ საუბარი ქართულ ფასეულობაზე, ქართულ ლოგოსზე და მე მათ ძალიან დიდ პატივს ავცემ. და ერთ-ერთ ადამიანს მათ შორის ჩემგან ძალიან პატივცემულს და რომ ვამაყობ მასთან ნაცნობობით და მეტნაკლები შორიახლო მეგობრობით, მივმართავ შემდეგ რაღაცას, რომ თუ ჩვენ ვერ ვიპოვეთ ამ ქვეყნიური 64 და თუ ამ ქვეყნიური 64 აქ დედამიწის ზურგზე არ არსებობდა, მაშინ ჩვენ უდავოდ ვიპოვნეთ ის ადგილი, ის გეოგრაფიული მიდამო, რომელსაც აღწერს მოსე წინასწარმეტყველი ბიბლიაში, დაბადებაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოსე წინასწარმეტყველი საოცრად ზედმიწევნით აღწერს ამ ქვეყნიური 64-ის, ანუ ედემის ბაღის, ანუ ადამისა და ევას საცხოვრის. კონკრეტულად მე მინდა გითხრათ, რომ ეს ადგილი იყო აი აქ. ეს არის ედემის ბაღი, რომელიც მდებარეობდა სასპერეთში, ბაგრატიონების მამულში, შუა გზაზე, ქალაქ კარნუსა, ანუ კარნი და ქალაქ სპერსა შორის. აი ამ ადგილას. აი აქედან გამოედინება მდინარე ჭოროხი, აქედან გამოედინება ერთ-ერთი შენაკადი მდინარე ევფრატისა, აქედან გამოედინებოდა და მე განახებთ მაგ ადგილს და ჩაედინებოდა სანამ გადააგდებდნენ მდინარე არაქსი და შესაბამისად მრავალი საუკუნის წინ გამოედინებოდა ასევე ტიგროსი, რომელიც გადაგდებული იქნა მრავალწილად ევფრატის აუზში. შესაბამისად აქ მე მინდა გითხრათ, რომ 5 ტოპონიმს ქვეყანას, სახელმწიფოს იმ ეპოქისას აღწერს და ახსენებს მოსე წინასწარმეტყველი. შესაბამისად 5 ჰიდრონიმს ახსენებს და 3 გეოლოგიურ მადანს აღწერს. ჩვენ ეს ყველაფერი ვიპოვნეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დაინტერესებული ადამიანი მოვიდეს და დეტალურად მოუყვებით. ედემის ბაღი, ამ ქვეყნიური 64 მდებარეობდა აქ. გამოძევების შემდგომ, მაგალითისათვის არის ესეთი წიგნი, იუბილეთა წიგნი, რომელიც რიგ ქრისტიანულ ქვეყნებში კანონიკურად არის მიჩნეული, წერია შენ ხარ ჩემი ბატონი, აი სიახლეს გეუბნევი, სულ რაღაც 2 დღის ამბავს აღმოჩენისას, რომ წერია რომ განდევნილ იქნენ ადამი და ევა ამ ქვეყნიური 64-დან და წავიდნენ ისინი საცხოვრებლად ქვეყანაში სახელად ელდადი. შესაბამისად ელდადი ძალიან გავს სიტყვას ევლატი, რომელიც ნახსენებია უკვე ბიბლიაში და ევლატი არის სინონიმი სიტყვისა ხალიბეთი. ხავილა, ესეც ნახსენებია ეს სიტყვა. შესაბამისად აქედან გამომდინარე ელდადი იქვე ძალიან ახლოს ედემის ბაღიდან არის ხალიბეთი. ჩავთვალოთ რომ ეს არის ამ ქვეყნიური უკვე შესაბამისად არა ამ ქვეყნიური, არამედ ეს არის ბაგრატიონების მამული. ანუ ბაგრატიონების მამულში გრანდიოზული მიწა იყო, აი უფრო დიდი ვიდრე დღევანდელი შიდა ქართლი წარმოიდგინოთ. აი ამ მამულში გაატარეს ცხოვრება, დანარჩენი ცხოვრება ადამმა და ევამ. აი მოგასწრით აი ამ ადგილს, აი აქ ცხოვრობდნენ. და იქვე იმ წიგნში არის ნახსენები, რომ ისინი
დამარხული იქნან იმ ადგილას, სადაც შესაბამისად დაიბადნენ, უпростоრედ სადაც მოხდა მათი შექმნა. შესაბამისად, ანუ ეს ადგილი არ იყო რაღაც განსაკუთრებით მოშორებული და საუბარი არის აი და ალბათ ედემის ბაღიდან 10, 15, 20, 50 კილომეტრზე ნომინალურად. რაც შეეხება კაენს, რომელიც პირველი მშენებელია, პირველი არქიტექტორია, პირველი ურბანისტია, შეიძლება ითქვას, იქ წერია, ბიბლიაშივე წერია, გამკვირვებია ძალიან ბევრი ადამიანის ამას რო ვერ ხედავს, რომ პირდაპირ, ანუ პირისპირ, ზოგან წერია აღმოსავლით, ზოგან წერია პირისპირ, იყო ქვეყანა ნოდი. ქართულ ბიბლიაში წერია ნაიდი. და ზუსტად მაგ ადგილას არის ქვეყანა ნაირი, რომელიც არსებობდა შესაბამისად სწორედ მოსეს ეპოქაში. და მოსე ხმარობს ამ ადგილების დასახასიათებლად იმ ტერმინებს, რომლებიც მისობისოს არის. რომ იმის ეპოქაში არის და არა მაგალითისათვის წარღვნის ეპოქაში და მანამდელ ეპოქაში, ხო? აქ ნაიდის ეპოქაში და ჩემი შეხედულებით ეხლა ეს აი ამ ორ თემაზე ვყოყმანობთ. ეს უნდა ყოფილიყო ქალაქი, წარღვნამდელი ქალაქი, უდაოდ წარღვნამდელი ქალაქი, ან ვანის ტბის ფსკერზე, რომელიც 250, 300, 350 მეტრის დონეზეა შესაბამისად სიღრმეში და დაფარულია დღეს. ანუ წარღვნისას ეს შეივსო, ამოივსო და დარჩა ეს ტაფობი. გეოლოგიური დასკვნებით არის მოცემული, რომ ოდესღაც იგი იყო მშრალი ადგილი, მშრალი ტაფობი, მთელი ვანის ტბის სიღრმე. ან ვანის ტბის ფსკერზე უნდა ყოფილიყო, შესაბამისად, ან კიდე მაქვს ესეთი აზრი, მე დიდი იმედი მაქვს, რომ არქეოლოგიური გათხრები გაგრძელდება და ვინძლო ეს იყო ეს ქალაქი ანისი, ანუ სადაც არის ყარსი, ესეც აღმოსავლეთია, ესეც ნაიდის ქვეყანა, ესეც ნოდის, ანუ ნაირის ქვეყანა არის და ყარსის რაიონში არის ქალაქი ანისი. გამოვთქვა მოკრძალებულ არს, რომ ანის ქალაქი, ანუ პირველი ქალაქი, ამას ხო არ ნიშნავს და უეჭველი ეს ისეთი ადგილია და ისეთი ბუნებრივი ციხესიმაგრე არის. შეიძლება ითქვას, რომ უეჭველი ეს არის არა როგორც ეგრეთ წოდებულმა ბაგრატუნებმა დააარსეს აქა მე-9 საუკუნეში ქალაქი, არამედ ეს არის წარღვნამდელი და აი 50, 60 საუკუნის ნაქალაქარი უეჭველი. რაც შეეხება ამ რეგიონს, აი უკვე მოგახსენეთ, რომ აი აქ იყო ედემის ბაღი, ხოლო აი ამ ადგილას შესაბამისად ცხოვრობს წარღვნამდელი ერი და იწყება რა წარღვნა, აი აქ არის უკვე პირველი ქალდეა. ეს არის არარატის მთა, სადაც შესაბამისად უკვე ჩერდება წარღვნის მერე კიდობანი, ანუ სადღაც შორს არ წასულან, სადღაც შორიდან არ მოსულან ესენი, თუნდაც იმ წარღვნის ეპოქაში, წარღვნის პერიოდში, მოგეხსენებათ, კიდობანს საჭე არ ქონდა. არც არა, ხის განგება მიიყვანა, ცხადია. შესაბამისად და სადღაც ძალიან დიდი ნავიგაცია მას არ ჭირდებოდა. და ალბათ სადაც აიწია ეს წყლის ზედაპირზე, იქვე რომ დაშრა წყალი, შესაბამისად იქვე სადღაც პორტუგალიიდან და მონღოლეთიდან და ავსტრალიიდან არ არიან მოსულები, აი ამ გემით, აი აქ ხდება ეს მოვლენები. შესაბამისად ეს არის პირველი ქალდეა და უკვე ასევე ესეთი ცნობა არსებობს, ჩვენ რასაც მოგცემთ წინა აი ამ შესაბამისად დასკვნებს. ზოგან გეტყვით, რომ ეს ჩვენი წარმოსახვა არის, როგორც ახლა მე ვეძებ მაგალითისათვის ან ვანის ტბის ფსკერზე, ან ანისის ადგილას, შესაბამისად 76 საუკუნის ქალაქს, ანალოგიურად აი ესენი არის ჩვენი მიგნებები. ხოლო დანარჩენი რაც მოგახსენეთ, აი გეგამ რაზედაც ისაუბრა და მე რასაც გეუბნებით, რომელიმე ძალიან საპატიო წიგნში წერია, ან წმინდა წერილში წერია, წარმოიდგენიათ რა დონეზეა საუბარი. აი მაგალითისათვის არის ესეთი ცნობა, რომ წარღვნის შემდგომ მიეცა
მითითება, სწავლება, ღვთისგან გამოცხადება სემს და მან ამოაბრძანა ადამიანის ძვლები, წმინდა ნაწილები და მითითებით, ცხადია ღვთიური მითითებით იგი გადაბრძანებულ, გადასვენებულ იქნა გოლგოთაზე. სადაც მოხდა მაცხოვრის ჯვარცმა. ეს ყველა მიცის. ღვთის განგებულებით ესე განისაზღვრა. ეს გააკეთა სემმა. სემმა. აქედან გამომდინარე უკვე უნდა ვიგულისხმოთ შესაბამისად, რომ აი ხო მოხდა ეს შესაბამისად ისტორიული მოვლენა. ისევ აქ ცხოვრობს, იპოვნა ედემის ბაღის მიმდებარედ ეს ცნობები ყველაფერი ნოესგან არის მიცემული და წარმომამდელი ადამიანები არიან ნოე და მისი მეუღლე და ღმერთისგან აქვთ ეს ცნობები. ყველა აი მაგალითად ყველა ლოგიკა ცალკე გვეუბნება და ასევე დიდი მეცნიერი არის და დიდი ეკლესიოლოგი პეტრე სოლიარსკი. იგი წერს რომ ყველანი ეს ხალხები აი ამ მდინარეებს დაუყვნენ და სწორედ რომ შესაბამისად ევფრატის მეშვეობით იქნება დაღმა წამოსული ევფრატის ნაპირზე ან თვითონ ევფრატის დინების დახმარებით იქნება წამოსული სემი დაღმა და ვინძლო კი არა სავარაუდოდ მათ წამოყვებოდა თვითონ სემს წამოყვებოდა მისი შვილიშვილი არფაქსადი და მისი შვილი სალა რომლებიც უკვე შეიძლება ითქვას რომ მეორე თაობაში ნოეს შვილიშვილი არის არფაქსადი ისინიც მოდიან ევფრატის დაბლადინებით აქვთ სწავლება მითითება რომ აი ამდენი მანძილის გავლის შემდგომ აი ამდენი დროის გავლის შემდგომ თუ ამ მდინარეს დაუყვები დაღმა მიხვალ წარმომამდელ გრანდიოზულ ქალაქამდე და სადაც დიდებული საცხოვრისია, დიდებული ნაგებობებია, დიდებული გარემოა ჩამოვიდნენ და რას ხედავენ? წარმოვიდგინეთ, ეს არის როგორც მაგალითად ის დღეს არის და როგორც 50 წლის წინ იყო და 30 წლის წინ იყო, სრულიად ლამით, ქვიშით დაფარული მიდამოები, სადაც არის დღევანდელი ქალაქი შანლი-ურფა. დღევანდელი ქალაქი შანლი-ურფა და ხო ისაოცრებავ, რომ სრულიად არაფერი რო არ ჩანდა. სურაღაც 30 წლის წინ იქ აღმოაჩინეს ჯერ გობეკლი ტეფე, რომელზედაც მეცნიერები ამბობენ, რომ ეს არის ჩვენ წელთა აღრიცხვამდე 90 საუკუნის წინანდელი შესაბამისად ძეგლი, თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ჩვენ წელთა აღრიცხვამდე 55 საუკუნის, 56 საუკუნის ძეგლი მაქსიმუმ და რო აღმოჩნდა ეს ოროსნებმა თქვეს, რომ ალბათო აი ამ ქალაქსო დასაფარათო მიწა მიაყარესო და დაფარულიაო და ეხლა სულ რაღაც 2 წლის წინ, 3 წლის წინ, 5 წლის წინ და 1 თვის წინ და ასე შემდეგ აღმოჩნდა ასეთივე ქალაქი დაახლოებით 12. ეს არის იხილეთ კარახანტეპე, ეს არის სებაიუკი და იქვე არის გურჯუტეპე და ამბობენ რომ 12, 13, 15 ვინძლო 20 იგივე ძეგლი ვიპოვოთო როგორიც არის გობეკლი ტეპე. მაგრამ რო ჩამობრძანდა აქ არფაქსადი შესაბამისად ნახა რომ იქ არაფერი არ არის და მითითება ქონდა რომ იქ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება შესაბამისად შიშველმიწაზე, ტიტველ მიწაზე შესაბამისად სადაც არანაირი ნაგებობა არ ჩანდა აფუძნებს ქალაქ ურს და აი აქ არის ქალდეას ური, სადაც ნოედან მეათე თაობაში იბადება უკვე აბრაამი, გრანდიოზული ადამიანი, საკაცობრიო ადამიანი, უამრავი ერის მამა. აი აქ არის შესაბამისად ქალდეა და რაც შეეხება კიდე რო დავუბრუნდეთ ეს არის მეორე ქალდეა. პირველი ქალდეა არის არარატის მთის გარშემო. ამ ქალდეამ ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ. გააჩინა 5-6 ქალდეა. ერთი ტრაპიზონის სამხრეთით, ერთი ქართლშიც, სადაც უამრავი შესაბამისად ასეთი ტოპონიმი გვაქვს, ერთი ურმის სამხრეთში, ერთი ვანისტვის სამხრეთში, ასე შემდეგ საოცარი გავრცობა ნახა ამ სიტყვამ და ჩვენ გვაქვს რა მცხეთური ხელნაწერი, ყველა ობიექტური ადამიანი და ყველა მეცნიერი და ყველა სასულიერო პირი
თulis რომ ეს არის ორიგინალის ტოლფასი ბიბლია. ღმერთის წყალობაა რომ ჩვენ ეს წიგნი გვაქვს. ორიგინალის ტოლფასი ბიბლია და აი ყველა დანარჩენი თარგმანი ეს იქნება მაგალითისათვის ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში წარმოგიდგენიათ ნათარგმნი სეპტუაგინტა, ეს არის მეოთხე საუკუნეში ნათარგმნი ლათინური ბიბლია, თუ სხვები აი რუსული მაგალითისათვის წმინდა კირილესა და მეთოდეს მიერ თარგმნილი ბიბლია, მასორეტული ტექსტები, ანუ ებრაული ბიბლია, რომელიც მე-7, მე-8 საუკუნის არის აეხლა ჩვენი წელთაღრიცხვით, ყველანი ჩვენ იმაში გვეხმარება, რომ ეს მთარგმნელები, როგორც განმმარტებლები, ეგრე გვეხმარებიან. ნუ მაგალითისათვის რო არის ნახსენები ერთ ბიბლიაში სიტყვა ეთიოპია, იქვეა ნახსენები ქუში და ეს შესაბამისად ხვდებით რომ სინონიმებია. იმის და მიუხედავად რომ ორი სხვადასხვა ეტიმოლოგიის მქონე სიტყვაა. აი აქ მაგალითად რო არის ხავილა, იქვე არის ბევრ ბიბლიაში ნახსენები ევლატი, ეგრევე ხვდებით რომ ეს სინონიმებია. და იმ მსგავსი სინონიმების მიხედვით უკვე წარმოდგენა შეგვექმნა, რომ ესეთი რუკა შეგვექმნა მე და გეგას, რომელიც ასევე მინდა ვინმე ვთხოვო, რომ გადააქციოს კარგ ელექტრონულ თვალსაჩინო რუკად, ასევე მაგალითისათვის ბევრ სხვადასხვა ბიბლიაში აი მთარგმნელები, გენიოსი ადამიანები, ზოგი სულიწმინდით დაჯილდოებული და ზოგი დიდი მკვლევარი და მეცნიერი სხვადასხვა ენაზე რო თარგმნიდა, ის შესაბამისად სინონიმებს იყენებდა და ამან მიგვახვედრა ზოგან მაგალითად კაპოეტია ნახსენები, ზოგან ონიქსი, ზოგან ქვაიმწვანე, ზოგან მალაქიტი და უკვე შეგვექმნა შტაბეჭდილება, რომ აი როდესაც აი ამ ქვეყანას განსაკუთრებით ახასიათებს ჩვენ სამშობლოს, დაიენს, ედენს, ხალიბეთს, ტაოკლარჯეთს განსაკუთრებით ახასიათებს შესაბამისად მოსე წინასწარმეტყველი, აი აქ არის უამრავი საბადო კაპოეტისა და მწვანექვისა და მალაქიტისა და ყველაფერი იძებნება. აქ არის ოქრო დიდებული, ოქროს საბადოები, ესეთი დიდი რაოდენობის ოქრო ისტორიულ ქართულ მიწებზე არსად არ არის. არც სვანეთში, არც იმერეთში, არც კაზრეთში, არც არსად ეს არის საოცარი, მდინარეებს მოაქვთ კარგი ოქრო, ბევრი ოქრო, დიდებული ოქრო და აი აქ არის ასევე ანთრაკი, მური, ბდელიუმი, ჩვენ ჩავთვალეთ რომ ანთრაკი არის შესაბამისად ხან ფისი, ანუ სამყეს ფისი, ანუ სურნელოვანი ფისი შეიძლება ითქვას, რომელიც როგორც ქარვა, ანუ ბჭყალებში იანტარ მაგრდება და მე თვლად გადაიქცევა. ასე რომ ზოგი რო ამბობს რომ ეს არის თვალი, მყარი სხეული, ანუ ქვა, ძვირფასი ქვა, იგი მანამდე არის სურნელოვანი და მოგეხსენებათ ეს რა რეგიონია, როგორი ეთერზეთების ქვეყანაა. მგონი არაფერი არ გამომრჩენია. შესაბამისად იმის დასახასიათებლად, რომ აი სად განვითარდა ეს მოვლენები, რა არის კაცობრიობის საფუძველი და ტოლობას დავსვავ ქართველი ერის საფუძველი და რის ჩამოჭრაზე იყო საუბარი ქართველი ერისაგან და მე ერთსაც დავამატებ ახლა მოგახსენებთ რა, ყველას თავისი შეხედულება აქვს. ყველა მიცის ჩემო გეგა უკვე რომ 1953 წელს გამოშვებული საქართველოს ისტორიის წიგნი მასიურად გაანადგურეს. ამაზე ძალიან ბევრი ლაპარაკობს. ძალიან ბევრი ლაპარაკობს, მასიურად გაანადგურეს. კარგად გამიგე, ძალიან ბევრი ლაპარაკობს, შევთანხმდით. და უბედურება რაში მდგომარეობს ახლა იცით? იმის და მიუხედავად რომ ძალიან ბევრი ლაპარაკობს. მოგეხსენებათ მანამდე ვინც მაინც რაღაც დონეზე არ იცის, ვიტყვი რომ ივანე ჯავახიშვილი უკვე გარდაცვლილია, მაგრამ მთავარი ავტორი არის იგი აი ამ წიგნისა, ივანე ჯავახიშვილი, ჯანაშია, ბერძენიშვილი, ავტორები ამ წიგნისა, 40 წელში რო გარდაიცვალა დიდი ივანე, 53-ში გამოსცეს და უკვე 46-ში, 47-ში, 48-ში მასიურად გაანადგურეს და 35,000 იყო ტირაჟი და გადარჩა სულ რაღაც 8-9 ეგზემპლარი. ეხლა ამ წიგნის ელექტრონული ვერსია არსებობს და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს და ალბათ უამრავმა წაიკითხა ეს წიგნი და ყველას ვეკითხები. აი თქვენს გეკითხებით ეხლა, თუმცა პასუხსაც ეხლავე მოგახსენებთ რა. რა იყო მიზეზი ამ წიგნის ამოღებისა
დაქცევისა, დახვრეტისა, მე დახვრეტილი მინახავს ეს წიგნი, ესე დირაკოლით, ბურღით რო არის ჩახვრეტილი, აი ეს როგორც ნივთკიცება, ალბათ ძაფი იყო გაბმული, თუ ბაწარი და დაპატიმრებული იყო წიგნი, შეიძლება ითქვას, რა არის მიზეზი იმისა, რომ ეს წიგნი ესე ამოიღეს და ფაქტობრივად მე 48-ში თავიდან გამოსცეს ამ წიგნის 99%, გეგა. 99% იგივე ავტორები, ჯავახიშვილი, ჯანაშია, ბერძენიშვილი და ეს 1948 წელს გამოსვებული წიგნი უამრავია ბუკინისტებთან და 15 ლარი, 20 ლარი ღირს. თუ კარგი შენახულია, შეიძლება 30 ლარი ღირდეს, უამრავი. ალ შეიძლება ითქვას, რომ გადარჩა ის გამოცემა და რა არის მიზეზი და მიზეზი არის ის, რომ მე-4-მე-5 გვერდზე ჩდება სიტყვა კარდო. სიტყვა ქალდია. სიტყვა ძირძველობა, სიტყვა პირველობა და ასე შემდეგ და ეს ვერ აიტანა. მთელმა კაცობრიობამ ვერ აიტანა, კარგად გამიგეთ. დაწყებული თბილისში მცხოვრებმა, გაგრძელებული მოსკოვში მცხოვრებმა და ქვეყნებს დედაქალაქებზე ერებს ახლა აღარ ჩამოვთვლი. ჩვენ ყველა გვიყვარს, მე და გეგას, ღმერთმა დალოცოს ყველა ერი მშვიდობიანი, კეთილის მყოფელი, ჩვენი მეგობარი ყველა ერი ღმერთმა დალოცოს. ღმერთმა გადაარჩინოს საქართველო. რას დაამატებდი, გეგა? ხო, ისე უნდა კარგად გავიაზროთ, აი სწორედ ახლა, რადგან ბოლოს ნუგზარმა ისაუბრა ეს ქალდეა, ანუ რატომ, ხო? ყველაფერს უნდა დაისვას კითხვა, რატომ, რისთვის, ანუ შედეგი ის რა დგება, რაღაცა მიზეზიდან გამომდინარე არის განპირობებული, ანუ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი და მიზეზშედეგობრივია. რატომ გამოგვიცხადეს ეს ბრძოლა, რას უპირისპირდებოდა, რას ებრძოდა ჩვენს ისტორიაში, ხო? ნუ ერთი იმაზე ვთანხმდებით, რომ ისტორიულად და ისტორიას ჩვენსაც ებრძოდნენ და აყალბებდნენ. ხო, ამას ვლაპარაკოთ, მაგრამ იმას ჩვენ არ გვიყალბებდნენ, მაგალითად, რომ ესე იგი თბილისი ვინ იპოვა, ხო? ესე იგი ვახტანგ გორგასალმა თუ მან რა ქვია, სიტყვაზე დავით კურაპალატმა, ანუ ხა. სიტყვაზე. ხო, სიტყვაზე ამ სრულიად ისე ვამბობ, რა ეს არ არის მნიშვნელოვანი საკითხი იმპერიისთვის და მტრისთვის. და ეს, რაზეც ახლა ვილაპარაკეთ, აი ზუსტად ეს არის ყველაზე მთავარი, ყველაფრის საწყისი. ანუ აი ეს სად დაიწყო კაცობრიობის ისტორია? რა არის კაცობრიობის ბიბლიური ისტორიის სათავე? ბიბლიური ისტორიის ფუძე და საფუძველი და აკვანი და რა კავშირშია ეს საქართველოსთან? აი რას ებრძვის მტერი? უპირველეს ყოვლისა ცხადია ეშმაკი და უხილავი მტერი. ეხლა ვისაც ეშმაკის არსებობის არ ჯერა და ვისაც უხილავი ინფერნალური ძალების არსებობის არ ჯერა, ის საერთოდ მოგვისმენს თუ არ მოგვისმენს, ეხლა დიდი მნიშვნელობა არ ექნება თუ არ დაიჯერებს იმასაც ჩვენ ვლაპარაკობთ. სულიერებას თავი დავანებოთ, მეცნიერებაც ხო არსებობს, კაცო და ბოროტი მეცნიერები არიან, რომელსაც უნდა რაღაცა ჩამოგაჭრას. და აი სწორედ ამიტომ რა, რომ აი ამას ებრძვის ეს ყველა ეს ძალა, ეს ყველა ორგანიზაცია, ეს სახელმწიფოები, იმპერიული წარმონაქმნები, ყველა ეს ძალები გაერთიანებული არიან აი იმ საწყისების წინააღმდეგ, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და ისევ ვიმეორებ მე ნუგზარის თხოვნას, რაზეც ილაპარაკა, რომ ვაქციოთ ეს წიგნად. ეხლა ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე, ჩვენი საქმიანობებიდან გამომდინარე, ეხლა მე მოგეხსენებათ პოლიტიკურ აქტივობაშიც ვარ, გარდა იმისა, რომ აი ამ ისტორიის შემსწავლელი საქმიანობა არის ჩემი ერთ-ერთი მთავარი, ესე იგი, შინაგანი მოწოდება, თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ღმერთმა ისე მოაქციოს საქმე, რომ თავიდან ბოლომდე მეცნიერებაში და კვლევაში გადაე. ეს ყველაფერი ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს, ბევრი სხვა დანარჩენი კიდე რაც არის მთელი რიგი ცხოვრებისეული. ხო და თუ ვიღაცები გამოჩნდებით ღმერთმა დაგლოცოთ, გაკურთხოთ და გამოგვეხმაურეთ. რომ ეს ყველაფერი ვაქციოთ წიგნად და მივცეთ წიგნის ფორმა. აი ამ თხოვნაში და ამ მოწოდებაში მე ნუგზარს ვუერთდები და ვაგრძელებ მასთან ერთად ამ პათოსს. დიდი მადლობა მეგობრობისათვის, თანადგომისათვის, იმისათვის, რომ აი ჩვენთან ერთად ხალხთ ხოლმე 1 საათი, აი ამ ეს თემები გაინტერესებთ და იბრძვით ყველაფერს დებთ, რომ საქართველოში უკეთესობა იყვეს ოჯახის დონეზე, სოფლის დონეზე, ეროვნულ დონეზე, სამეცნიერო დონეზე. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ ღმერთმა. წყალობა და მადლი გიმრავლოთ უფალმა ჩვენმა გაიხარეთ.